სალამი ხალხო, მოკლედ YouTube-ზე ბოლო პერიოდია საერთოდ აღარ ვაქტიურობ, ამიტომ გადავწყვიტა რომ დავარიაქტოთ ბეთლები, რატომაც არა, მესამე სეზონი ახალი დაწყებულია, 2 ბეთლი იყო. ნახოთ თუ მოგეწონათ, შეიძლება ის ძველი ბეთლებიც დავარიაქტო, თუ არა და ახლებს უეჭველი დავარიაქტებ, რომც არ მოგეწონათ. ასე რომ, რა ვიცი, ჩვენი პირველი ბეთლი იქნება დღეს ვენტუსა მაიკლის წინააღმდეგ, თორსები მაიკლი იკითხება, ხო? და ნახოთ აბა როგორი ბეთლი იყო. დავაიქეთ აუცილებლად ვიდეო. პირველი რაუნდი. MC. ჩემგან ხელმარჯვნივ. შევგვნათ ხმაური. იგივე ხმა კარგად ისმის. ჩემიც და ვიდეოსიც. რაღაც ვაიბი მაგ ჩამენიშნა ბეთლი ვიცი არ ხარ შვეით გელოდება ეტლი გინდოდა პირველი და მეწყორო ეფექტი მოგეხდინა ჩემს მერე მოგისმენენ როგორც ედლივს მაგაცობა არ არის ვიღაცას ხელს თუ ჩაკიდებამ პროსტა უკან დადგებიან პროსტა ფიტები გექნებათ ბევრი რამდენისაც ვარ იმ ხელას სტაჟი გაქ არ არის შედეგები ეტენები ყველას მაინც არ ყავს ვლევი რატო აქვს შენ სოლო ტრეკებს 500 ნახვები არა და ინსტაგრამზე ფოლოვერი ამდენი გუში ნო ნეიმ ოთახში ვიყავი ჩემთვის დღეს ერთადერთი შავი ვიც გაჟი მაჯაფრი და მერი დიბდი ბაბი Gela DVD band DVD bang bang Mr. VIP შეიძინე ნახე sex tape DVD to PVP CD შენზე არ გიშველის პირი კვის გეჯავს პირები ქვებზე დაჭირო გიჩავროთ ფულზე აღარ დაგინო თუ ვიცი ბოლომდე ვერ ეს ბიჭი ამ ბიჭის ნიკნეიმი საიდან მეცნობა ვერ ხვდებითო ანუ მე მგონი კაუნთერიდან თუ საიდანღაც მეცნობა და ვერ ვიგებ და ვინ თუ იცით გთხოვთ გამახსენეთ რა საიდან შეიძლება მეცნობა აპირო ემოციებს ვერ იჭერს პოეტის სანაპირო შენ და წაგვასი გუნდა გავაცილო მერე დავამცირებ მაგ შედეგიც ამიზნე ხარ და არაგაცილებ მაგრედები ცოცხი ხარ ეს კიდე ჰარი პოჭერ ნიკი შემოგაშ და ფენბოი ხარა კაიფე ბევრი საინტერესო რამეა მის შემოდაში მაიკლა საყვარელი ლიტლოსი არის ვენტუსასი ტიპი დაბერდა და არა მოსკის წერულაში მიგვის როგორ გადარჩა არა მუტელეს შემუბაში და ამ შენობაში იმისთვის კი არ მოვედი და მიდგე და გაქო თელი საქართველო თქვენზე რო გადაობს რატო არ გაკ რეაქცია იქნებ ჯამბაზი ხარ სულით ნიკის ლაუ და მაიკლა რა ნუ ეგ უკვე ბანი მქნა მიკო და პაკო მოდი გამოვისრო 18 წლის მაიკლა სახელს ჩემის 18 წლისა გუნდა იდგეს იკა არ დამიკვირდება და მიძახო ვანტუ შენ ხო ისედაც არიცოდი ქართულად წერა კითხვა რო კითხო ქუჩიდან მოხვედი არ გავხანაცი ხარს კი შენ ბრუნდება არ არის ქართველი მაიკლი? დი ქუჩიდან ოღონდ უნაცემი ზუსტად ეგ ამიზეზი რატო მასტანცი ხარ ჯერი ბლატავე და მერე პოსტე მიშას ბაზრები ვითომ ქვეყანა გიყვარს ქვეყანას დედა აგინე ვითომ ქართული გიყვარს რუსული ალბომია თუ შავეთი რუსეთს მერე ყველა რუსულ ტრეკს მერე ყველა რუსულ სიტყვას მერე შერუსულ ბეთლებს ნიგ ვეღარ გავიგე მაიკლა ხარ თუ ელისო კილაძე ნოტარ მელაძე ხარ თუ პროსტა ტაქსისტი ბიძია დაიგასხო ტრეკი მოპარე თუ ბანძად მიბაძე იქნებ არ მოგიპარავს და პროსტა მოგცანისია ბანდოშია ერთი ჯუჯა მეწინ მიდგას ბიბკია ერთი ქუჩი ბანდერასი ერთი თოვლის ვიფქია ჩემ გარეშე შენ ტრიუში დიდი დანაკლისია დიდობასი ბრალოთ პატარები ხო და ბიჭო ვისატყუებ რა ბიგ სტეპო ინსტაგრამზე გამიჭედა ფეში ვეთქო შენი აით მერე ბიგ ცოტა ვერა ყურები თაკწომინდა და განახო ვერა ეს ეს დაისი და დაისერე ვენა მერე წაიმღერე ჩემო დეპრესიონერა შენში ჩავიხედე საერთოდ არ ვნელო რა სეზონი მიგეხედავ გინდა შველო რაუნდი აი ვენტუსას ჰეი ზოგადად შეიძლება ცოტა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ მე მიყვარს ხოლმე პირდაპირ ვამბობ რაღაცეებს რა. ამიტომ აი ვენტუსას რო უსმენ, ცუდი არ არის, კარგია. ჩემი შეფასება ეს დილეტანტური და რავი, ნუ გამაკრიტიკებთ ეხლა რომ რაღაც პროფესიონალი არ ვარ. უბრალოდ ვენტუსას რო უსმენ, თითქოს აი default აი ძალიან default skin-ია რა, აი რაღაცა რო აიღო თქვათ რაღაცა, აი default-ია რა, აი სტანდარტულად კარგად რეპავს რა. აი არა ვერაფერი განსხვავებული ვერ დავიჭირა, ხო ხდები? ანუ აი ხო არის რომ ვიღაცაში აი ეს მომენტი მოგწონს და ეს არ მოგწონს. ანუ ვენტუსას აქ აი ყველაფერი სტანდარტულად რა. ხო მიხვდით რაუნდი MC ჩემგან
ანუ ყველა თემა დავაფრედიქთე ვის დასკრინეთ პირველივე რაუნდში ამოვაგდა. ოკეი, ნახეთ ახლა. სანამ მე მოსაწყნავა და შემომიგდეთ ეს ბავშვი, მერე არავინ გამამტყუნოს პედოფილიაში. თელი პივიპი მკითხაობს რა მიფრიალებს თავში. ნიტო ვარ სეზონში, ჟურიში, თუ რაში. ერთი წამით არციო ეს არის ფან. ეს ჟიურიში ის არის ხო რა ქვია? საძმოს ის არის მუღამი ჟიური. მიმოფრინავს პირდაპირ შემფართ ერთი რა მაინტერესებს რა იმ შემთხვევაში ჯეისონმა მოარამ დაბადებული გოგლდანში გაიზრდებოდა რეპერიტურა გასმოიბაოს ბეთლებში აიდგავდა ფეხაჩებდა ნახავს მიზან შემემონ პარი სტილი ნიკისგან წამოიღებო იმით ლექსაუბრა გოგლდანში შეჩვენს ანძბაკაცო სანამწერდიან სანექსი გაგასეინოს ფაგზე გასავდეს რომ FTP დადო დისტრიქტი რუკაზე შენ ბაზარს ორაზე ახარ ბაზარ კილოგრამებზე თუ პოპო არ ხარ მაშინ ყოველთვის გეტყვის სიმართლეს ერთმა ტვინი მომენტ რა მაშენი დემოებით კიდე ერთი ნიკის მოსამი რაუნდის სახით ზუსტად ვიცი მშობლებსაც შეაწუხებ დისკრიმები ნიკისგან პანჩური ზუსტდება ფუტფეტიში სიმართლე გითხრა მე ნიკი სლოუს ვერაფერი ვერ შევატყე ვენტუსას fuck your shit მოვწიე ვახველე fuck that shit არ მინდა გაწიე სარდაფში შეშუბთა ვარ ტყვია ვარ მასრა shit back the fuck up shut the fuck up billy არ დაგდოვო კისერ მოგრეხილი შენ ნეკროფილი შენდა რეპი როგორც გეიტ ვილი არ გაქვს შვეგა ვერი კიდეს ტირი ეს არ არის შენთვის მხოლოდ ბეტლი ნიგა ეს იქნება გაკვეთილი მე გაჩვენებრი ლოუს გამოვდივარ ფეზე სანადიროდ შეგეშალა სანაპირო გინდა სახელი რებში მარა ხარ გიო ოკიდო გინდა იყო თადარიში ხარსა თადარიგო შენ ალბაგონია რომ ცეცხლი გულში მიგესეზო რაც შიგარ დატოვე შიგარ გამოიღო შენაბედის მოგებაზე ფიქრებს აზრებს შეეჩვი გივია ამერიკას სადომი მარტო შენობით 11 სექტემბერი ვარ ბოინგი ხარ შენობა და შენ ეცემი მithავდი რომ ხალეობა ხარ მაგრამ მასე კალეობა ვიღაცებს გონია რომ აქ არ არის კაცობა პასუხი მარტივია ეგოა შენი ტყვეობა ვიცი გინდა მონოხოლი მაგრამ არ გაკმეობა მოდიოდი ბასიანზე მაგრამ შევდა ვენტოსა მეკი ბაზრო ბასიანზე პინო მოგითხარ ხელები გიგიდა ბასეინზე ზემა გაგერ ვიდიხარ არ ვარ ბასიანზე მაგრამ კამანდაც ვაპაუსო ვაუ გაუმაზი აქ ვერსი არ გიგონოს თებეშა უბრალოდ არ გერჩი ეს სუგარი ლესი შევიტანე მისული ბაში ახალი ფლექსი დავიცი მუღამი ისასარავი შეეცოდები ვენები გადაიჩეხე იტყვია რომ ემოა ჯურაგას და გიგდებ კუბოზე ეს მემკიდრეობა ცოტა ხანი ციცოცხლე მესამემდე და მელოდე ბოი მე ძალიან მიყვარს ესეთი რაუნდები, როდესაც აი რაღაც მუსიკალურობასთან ერთად თან აი ღიმილს რო გვრის რა, აი რაღაცნაირად სასიამოვნო როა რა. თავისი მუღამი აქვს მაიკლს. მე დაუჭირე ეს მუღამი. სიმართლე გითხრა კომენტარებს ეგრევე გადავხედე და აი მე რა ვიცი მაგას. ისეთი ნაზია ჯოჯო ხეთის კი არა არიცი საზანოზაძესთან ფიტია გზადამაც არიცის და მიეწერა რემიქსი ფიციარს და გადოვიციარს გაგიხსნა მესიჯი ჰოლიში ნახოთ რა იქნება შენი მესიჯი ისეთი ბავშვურია საიც და არ ყვა მესიჯი ბენგემ შენ თუ ხლეზე კიდია ჰაიპი მაშინ რას ნიშნავს ეღან რას გვიმე რო გაგიფაქტე ტრეკი აი ბოდიში რა ეს ხშირად რო ვაპაუზებ მაგრამ ძალიან ხშირად არის ხოლმე ისეთი ფანჩები, რაც არის ძალიან ინსაიდი რა, ანუ აი შეიძლება ამ ორმა იცოდეს, ან სამმა მარტო ეგ ამბავი. და ანუ მაგას რო ამბობთ, თუ მაშინ იმდენად უნდა ახსნათ მაგ რაღაცა ლაინში, რომ ყველამ გავიგოთ. ანუ, როდესაც ამბობთ ისეთ რაღაცას, რაც მარტო ამან იცის, ანუ მე მესმის რომ გინდა რომ ამას ატკინო, მაგრამ ანუ მარტო თვითონ მიხვდება, ანუ ჩვენ ვერ ხვდებით. შეიძლება მე ვერ ხვდები ხა. მაგალითად აი ბევრი რაღაცა ზაზასთან რო აქ ფიტი ანუ ვინმე მიცოდით ვაფშე რომ ზაზასთან ფიტი აქ და მარტო ამან იცის თუ პროსტა თქვა ეგ აი ვერ მივხვდი შენ არა გაჩანსი ტექნიკაში და ლირიკაში მორჩები რაუნდ ნახევარში მალე გაგიშვებ სახლში ჯერ მაგრად უნდა გასხა რამეს მიქარო გზაში მოუნდება შენი ნახვა და შეხარ ჰომბოი არ გამაოცა ამ ფაქტმა ცემლი წამოგივა რო შევასრულო ყველა დარტყმა
ხოდა არ მინდა დაგინდოთ არ მინდა დაგინდოთ არ მინდა გაჩუქო pain რაც არ უნდა წაგეშალა ეგ წაშალე ისედაც არ უნდა დაგედო ეგ მაიკლ სიყვარულს ნუ ითხოვ არავის არ უთხრა პატივს არავინ არ ცემს მაგრამ რო დაგაგდება შემიძულო და გეტყვი რომ მაიკლ love me harder love me harder მაიკლ გაიხადე უკრაინელის ვაკაცი ხომებს ხავს მაიკლ მაიტას მოგიწყობ დღეს მაიკლ რა იყო შემიძულო და გეტყვი რომ მაიკლ love me harder love me harder მაიკლ გაიხადე უკრაინელის ვაკაცი ხომებს ხავს მაიკლ მაიტას მოგიწყობ დღეს მაიკლ რა იყო მაიკლ დაიბნა რატო შემიკრესო წრე ვაფშე რატო დაიქვი ეგ სახელი რა მაიკლ რაკლე სახელია ეგ მაიკლ პიარიო ხონდა რა ჯორდანი არც ხუბი იცის არც გოგო ყავს არც აქვს შავი კამი არც სიმაღლე არც დიდიდი ვაფშე არც ერთი ფანი ამ სეზონში მიშკა ჰიბრიდია ყლე და ხერხე მალი ჰაიპი თუ შემოგეკდება ტანო ვაფშე რა თესლი იქნებოდა მწვალი მაიკლები ისეთი ხოდი მომაქმი აქ თავი რო გადავდო მაინც არ დამიცვი რამდენი მაქსველი მაიკები კაი შეჭიმა გეხატავები რას დაიგრუზი არ ვართ პატარები ნუ მოსმენ პოზებს გავწლები ეგენი აღარ იქნებიან პატარები იქნებ გიზი დავენ მოყინულ გზაზე როს რეალებენ მანქანები პეჩენიები პაჩოვნიკები გამოცვალე ვოლგაში რო ცხოვრობენ გიშოლის წინაპარი პაჩონიკები მიწის ჩობი რო გონია გიორგი წმინდაში მე ვარ ნუ დაპანიკდები შედატე მურთხოვას მე მიუხედავ ამ ბეთლის მერე მაინც აღარ იქნები ყველაფერს ხო თავისი ფასი აქვს შენ რომ მოგიტაცო ნუ ფასო და ჟდები ლექანასთვის უფასო ვარდები ბოლოს რო დაიჭირეს ეს და თავის დებილიც ვაკაცი მეტად ატასავებდნენ აქციაზე ბუხოი დარბოდა მაღაზიაში არყის ბოხლებსაც დევდნენ რა გეგონა დალევდი მეტად გულს გადაუშლი ხეს გადაგისმევდნენ ანუ მერსი აღარ მოგისმენდნენ რაღაც ბოლო პერიოდში დავამოყამე რომ ეს დებილი ვიღაცაზე რო ამბობენ დებილი ხარ შენ დებილი ხარ შენ დებილი ძმაკაცი რაღაცნაირი არის რა დებილი ძმაკაცი გიორგია საკაცილებდნენ ბოლოს ერთ-ერთი გამოუვიდა ისეთი წენას თუჩიდან მოძრა პირსინგ მიშკა მიფიქრა გავხდები ჩენდლერი დავდგებით გამში და ამ სქოზეს ბისპინგს ვინსტის კიდე მე თუ არა ჩემ გადავინჩა ეწესა ვინსტრიქს შენი არჩეული ბიტით მოგიღებო ლოგის როლეტარს მიკრავენ ირვინგს იანკი არაგდის ქუჩის უნი ნუ იბრალებს შენი ქნების სახლის ძაღლი წეღარო გესროლე ვარდი მაგითა ტრიანად პლანჩი ვინმე წავიღე პირველი სტაჩი და მეორეში ჩავიწერე ვინმე ვინს ვერ მიხვდა აქამდე მესამე რაუნდი იქნება ძიმე აი არ ცუდი არ არის Jesus მეორე რაუნდი MC ჩემგან ხელმარცხნივ შევგვინათ ხნაური თავიდან შეიძლება? აუ თან პატარა რაღაც ვიტყვი რა ჰაიპის დედა შევეცე საქმე მიყვარს პროსტა დავსიო მაგიტო არა ჩავ ეხა გაჩვენებ ტრეფი როგორ უნდა წაიგე შენ ვერ ხარ ჯეისონ მამოა შენ ხარ ჯეისონ მამაო მაჩეტე თუ ტაბურეტი შენ უნდა აირჩიო პიდარასებს ელი რუსთაველზე გინდა გალახო ჩემი რეპის შედის შენში არ ჭირდება მალამო თავგას მეთქი ახტი ერთი კალბასები დაყარა გონია რომ თავზე ჯურა გაგაქმარა ჯურექსი ლოგიკას რომ მიყვეს ხეულის ნაწილი შენ ხარ შენი მარჯვენა ხელი ანუ შენ თავს ანძრევ გსურს რო გახდე ცნობილი ჯითავდე კამერების წინ ცოტა შეგეშალა პარის კამერების ხვარი უსებს შევარდი შენ გენგში არ ჭირდება ნიღაბი ქურდებს სალამი ბოსებს იქნილი პაპი ვინ არის ყველა გვიზავდი დიხარ და იჩაგრები ციხლებით პეპელას ფას ვერა ხერხე პარის ერთი ფაქტორი პელე ჩამოფრინდა კოლგი თითქოს მერი პოპინსი ციხლებით შეკიტენ ნახინები ხახაში შემდეგ ლანში დედის ტრაქს უთყრავდი მორალისტებს მაგრამ ძმებაცმურად თხოვეს რო ეგლაინები ამ მომეკდა ამორალურ რაუნდებში ვარ pound for pound ისეთი შავი ხარ ჩვეულებრივად ხარ ზანგი შენ თუ გადაიტან კოკოს შენ იქნები ბაუნდი ინგლისური არიცი you gone and never found ებრაელზე შემჯდარი კამილაინები ბარიგობს მე ვაბაუნსებ თეთრებს ნიგი თეთრების ჯიპებში თუ დრობა ლოკაციას დიდი დაბა აიჩიტება ყავან ბავშვებს ბეთლებზე თითქოს ვეკოპე დოფილი ვენდუსა იპარავ შოკოლადებს უგნის პარიდან მაგრამ სახლამდე ვერ მიაქვს კარგავს სადღაც გზაშივე ჯიმამ ხოლა ბიჭებს არ გვეხმარა სიტყვა დაუნი მაშინ შემასწავლე ძმურად ამ ექსპონატს რა ქვია მაშინ ხლება იდაყვი თუ იკადრე აგზეთ მეტი XZ ასაირეკ ბრუტალიტი გლდანის მეტროსთან ცხოვრობ ხარ სახეზე ციგარი მე არა
მკითხოს ფეხებზე რატომ მეკიდა ხელის გული დარო და ყავის ჭიქაში ნალექი ამ კომბინაციაზე გული მიგზნობს რომ იზრდება ნახე რა მარტივად გავახსენებ ამას ბავშვობას ეცვერავინ შეაფარებს უადნამდვილი არტისტი ხაყირავებ ისე თითქოს იყო ჩემი სუკა ამე ვერ დაგტოვებ ტაქს გამოგიძახე ფუკა ამ რაუნდში შევხვდა AliExpress-ი და ნიკი შემდეგში შევხვდება ტაობაო დანია გლუკა გიოროგიას და გიძახებს გიოაგია გეხადავებ ისე ჩემა დროის მანქანიდა გოგოს არ შეეხობო ამ ნაბოზარმა მითხრა არ სვაპირებდი ვაფშე მეგონე ვაჟიშვილი ჟური რო იკითხავს ფლორატო არ დაგიტოლე ხანა ლაბორატორიაში მე ნიკითოვლი ვამზადებს უთაფლოს როგორც ჰაიზენბერგის მეტი ეს მოვიდა ჩაიცვა მოირგო და შეერგოს აქ ჯიბრი არ არის ვენტუსა გამოცდას გვაბარებს სიტყვის მაგიას გასწავლი მეწამ ნახევარში ვენტუს ვინტუს ვანტუს ვონტუს ნახე გაბზრიალე იყავი ბეღე მოტი ეხლა გახდი ვერტალიოტი რუსულზეც ხო ვიცი უეჭველი ბეღა დავე ბეიბი რაო Jesus მომწონს რა ვქნა ამ ტიპის მაიკლის მუღამი რაც არის კომენტარები ხო კომენტარებზე უნდა მეთქვა ანუ ძალიან ბევრი წერდა რომ ეს ჯერ ხო ტრენდს აყევით უკვე წინა ბეთლიდან რომ რაღაც სასაცილო უნდა დაწერო რომ ბევრი ლაიქი გქონდეს და ძალიან სტანდარტულად ერთი და იგივე კომენტარებს ერთმანეთისას აკოპირებს და რაღაც ლაიქების გამოწერთ მაგ ყველაფერს და რეალურად შეიძლება ეგრე საერთოდ არ ფიქრობ. შეიძლება ზოგს ბეთლიც არ აქვს ნანახი და პროსტა ლაიქებისთვის წერს მაგ კომენტარებს. ხო, ეგ ძალიან ცუდი ჩვევა გვაქვს ზოგადად. რომ აი რაღაც ერთი და იგივე ხუმრობას, აი ამ ხუმრობას დაატრიალებენ, ეხა შეიძლება ერთი ორი სეზონი ამაზე იხუმრონ და ბოლოს რომ მიხვდებიან რომ უკვე ლაიქებიც აღარ უგროვდებათ, მე ალბათ აღარ დაწერენ, მაგრამ თემა მაგაზე არ არის. ძალიან ბევრი წერდა რომ ეს რა ქვია ვენტუსა მოიგო, იმას საერთოდ რითმები არ ქონდა. თქვენ თუ სტანდარტულ პირდაპირ რითმებს იგებთ მარტო და თქვათ კვადრო რითმებს ვერ იგებთ, სხვა მუღამს ვერ იჭერთ ზოგადად ჰიპ-ჰოპში. ეგ არის თქვენი პრობლემა და არა იმის MC-ს. ანუ ბევრი რითმაც აქვს, ბევრი ფანჩიც აქვს ძალიან თესლობა და მე პირადად ძალიან გამისწორდა და თქვენი არ ვიცი. მეგობრებო, აბა რა სიტყვით როგორ მოგწონთ? მესამე რაუნდი. MC ჩემგან ხალმარჯვნივ. Yo. შემარტო არასწორ დროს ხარ მამაცი ვაფშე რატომ დაგიძახე ჩემის მაკაცი ის ის მოსმენთ რომ გაიქო თვითონ რატო ანახა მიშა სიტელი ბარათი მიწოდნები ორიჯინალ კარაკი ოთახიდან სუამის მაისმის რა კარქია დეგრადაცია რო არ დაგემართოს მაგიტო გაიჭითა მასკით ამბეცლაცი ანარქია მიდგე დეგადისე მაუგლი და ნახავ როგორ დაგედებ შუბთა ცხელი აუგი ვიში ვერა მობანეს ვაზები მესმის აუგი ეგ წაუგია გაუყია თქვენთვის წელი ბაუნტი მოთაგზანაც მოიფარა ეგ უნდა ჩაუშა ხო ციცელი მოგაგდება მესამე რაუნდი თვალ გაიღვიძებენ თქვენ ვეღარ გაუვლია ჩაუსვია ჯვეში ჩაუსვია დაგიზიანე ნერვული სისტემა მოდი გამიზიარე ინტერნეტი იქნებ დაღურეკო თავისიანებს პროფესიონალი მე-13 გირაქარია აი მაგალითად სტანდარტულად რა დამიზიანე, გაუზიარე, ანუ თუ მარტო მაგ რითმებს იგებთ, ხო, მაშინ ნუ თქვენთვის გასაგებია, რატომაც ვერ გაიგეთ მაიკლის რაუნდები. იმიტომ რომ მარტო ეგეთი რითმები გესმით. ეს ოთხი თავისები აქარიანე მოდი აღიარე გადაგიარე იქნებ გადაგიაროს მედი აიგვიეთე მოტოს დამიძახე მეტი და ფაჩი გეკნება შენ წვე შეშლება მე რა ვერ შაიკითხოსე რაღაცაები მოგაუჭი და მენტოს ციტელი თავით რომ მიყურებს ეს კოლა ტიპის ეს კინსრეველია როსიეს ქოშინი კლეიმა თავისთოზე დაიწერა ზოლა ეს ყოფება იარა მიკუს იქნება მასაც უნდა ბიში ჩაულა გოტონა ეთოში მე ისმი მონოჰოლში შეკი მონოჰოთალ რიგში იდგები ვეთლისა ნახავად რომ ხვალ გინა ხულა ხვალ შენ ნახოზე დეპრესიიდან ვერა მოხვალ შავის მანიკინა დავიძე გეიე მოხარ საუჩი გაგიშვები გასწავლიან კაცობას ძალიან ამაზად მახატი ხარ და ვერ გავიგეცაში რატო იყურები თუ ორელოდები და ხმარებას ნიგ დაიღალე რო ხარ თუ დეპრესიაში ვახოდოსიაში ასინული ასეული ბზან ვასახელი გადახვიე და ვამთავრე ყალში ბიგინერი გაიჭი და ვეღარ ვასწორებდი წელს ვერ მოდამოდა უთხარი გლახავერთო წაში ახლა ჩემ გარშემო მოხალხია და ისინი სამწეშ ბაუნსები ბაუნდის დეგუსტაცია მიდის გავუშფოშები საფრენად და მესმის ხოლა ტირის შენიც მაურჯი მოჩემ გორწა იქნები უსია და ჰილარ ბიუს ჯოქ შენზე გაგეთოს კი თომას არო წავიკითხა რომ გავსამე სამე თვალი გონები და ნამოქშალი ახლა ჩემი მეგობარი თვაკა
მარტო ხოდეთ გადაიქცა აღარ ახსოვს ეს ძლიერია მსიმიდო და ამას მაინც გაუთიშე ტატო და შეხარეთ ერთ-ერთი კაცი რომელსაც არ აქვს ფასი ჩემი და შენი ძვაკაცის თვალში ნიკი პელესარო თავის მე ვიჩამოთვალა სადიყავი მაშინ მაგის უკან მაგის მერე ტრაქში შენი გოგოს გამოვეხი ბიშეს და მართლა შენ სადიყავი მაშინ გამაგრებული იჯექი ბარში ბიჭები ფითხულობ და წავი და მაიკლას და სადიყავი მაშინ ჩუმა დაბოლებდი მანქანაში მარტო შენი იმედი არ მაგდატოვე მარტო ფაქტის აღებადაც გამიშვი მარტო დაბადები დღეს აღნიშნავდი მარტო სიბერეში ამოხდება სული მარტო ეთხეზე და სიმართლე დაიცით მაშინ ბარში რო ვიყავი მაგდერო გახსოვს ხოდა დაგით გაიგო ჩემო ძმაკაცო ბევრი არის პიკო ჭავაბარო წარწუს ოთიანი გულში მოხდა ნიკის ერგოს ალსუს გაიჭედი ჩაირეცხე მოგიდანეს ვანტუს ამის მერე ახმედაზე დაგინახო გასუს ჩემს მები დაგიჭერე გასწავლიან კაცურს და ვისაც არ ჯერო და ჩემი ყველა სპირის ომა ვიცი ვერ გამოვიდა იქ ჰეგემონია ეხა გააჭვი და დაუჯექი ბოღმიანებს ერთადაც კაპუნეს ჩვენზე თუ როგორი ყალე სეზონია რაუნდი კაკრას ასე ვაპარაკებდი. Jesus. მესამე რაუნდი. MC. ჩემგან შეუნარცხნივ. შევგვირად ხმაური. ეცამს ძალიან დიდი ბოდიში მაყურებელთან ეს რაღაცა რო არ თქვა არ შემიძლია რა. სუოდნავ დროს აგართ რაღაცას ვიტყვი კამერაში და ვსიო. ეს აქ PvP flow შიდა წრე არის. ამ შიდა წრეში ჩვენ ყველანი ძმაკაცები ვართ. და ანუ მაყურებელმა ეგ რეალურად არის ის და ძალიან არ მინდა რომ ჩემი რაუნდი მიიღოთ როგორც რამენაირი დისრესპექტი იმათ მიმართ, ვისაც აქ ვახსენეთ. და მეორე ესენი არიან ჩემი ძმები, ძალიან ვაფასე პატივისცემ და მიყვარს. მეორე, ყველა დამეთანხმება, რომ flow და PvP ჰიპ-ჰოპი ინდონეზე წაწიეს წინ რომ ვისაც უტყდებოდა ჰიპ-ჰოპი ადრე, ეხლა აღარ უტყდება. ამიტომ აქ ეს შუარი ამიტომ მე აქ არ ვარ flow-ს პროდიუსერი ვინმე ზმაკაცი და რაღაცა აქ ვარ მე პროექტის და battle rap-ის გულშემატკივარი და მაყურებელი. აი ესე მინდა მიიღოთ ეს რაუნდი. გაუშვიდო. ვაუ. ვაიმე, Ventus-a transgenderია ტყვნაში იღებს პესოს ფუთა ვენტუს ბარი ბექში თითქოს იხოს მოგიტყან ტრეკ მოგიტყან კლიპი სადა მოსკაშიც მოგიტყან ტრეკ იაი ბექემს აუწია მოგიტყან ტრეკი ბექემს დაუწია მოგიტყან ტრეკი ფიქსი ვერ შესახაც მოგიტყან ტრეკი ფიქსია კარგი შემოგიტყან ტრეკი ზემარ შემარგეს რაუნდის წერა ხოდა მაგიტოს მე შემოუტყან ტრეკი სურვარ ბოლელი იყო გას გაყრილია რომ მაშინას კი მოგიტყან ტრეკი ჩამიჯვით მუღამში მოგიჯვი აქ ვენდო შენ არაფერ შუაში ხარ პოლიტიკაზე ვიტყოდი რომ ეს ვარა ქვეყანაში არ გვაქვს პოლიტიკა რუსია არაფერ შუაში ხარ ამჯერად შვიდად ამოისუთხე ეს თუ როტია რა ჩემი ბრალია იქნებიდიო ეპიზოდობა შევახე ამაზე არ უნდა თქვა არაფერი იმიტომ რომ ის არის ახობელი ან არის გიგუნას მამი და შვილი ან გიგუს მამი და შვილის მეზობელი ან არის ძმა ან არის ძმაკაცი ან არის ძმაკაცი სეზონის სამსია ძმაკაცი ამანდა მაგისტრა მოლარის პოლიცია ელობა შენ ხარ აქ მაგალითი მე ცუდი ბიჭი ვარ ქუჩაში ვდივარ და მოვთხემე ბაშების მანქანა ვარ PvP-ს არა აქ ბენზი გასამართისა აშკარად რაღაცა ბაშების მანქანა ვარ PvP-ს არა აქ ბენზი გასამართისა გური მარა შევეცი ყველა იმ ფაშს რომელიც იქნებოდა ტოლერანტული მოსკოვნა ვირეკანმას ფაჩვარა ხე ფუცუჩი მერეკავში მაძულა დაიწაშლე შენი აზრით რა კიდე რომ მებას რაკმე ნისტი ლირიკა და ჰარი ხარალე სოციალური პროტესტი თუ ხარ არამე ზიმეს გასაპირებდი გიგუნა ძალიან უყვარს კინო გიგუნა ედვარდ ხალბაგრატელი ეს თუ ბეთლია მოვტყაბეთ ვრები სიტყვის თავისუფლებას რო აკვეთავ ადრე აქ სახეში ხდებოდა ვერ მივხვდი ნიკისლოუ რატო აკეთებს მაგას რომ ამოჭრესო ანუ რეალურად ნიკისლოუსთან არ ამოუჭრეს ბანის და ანუ რაღაც ნონსენსია რა ეხა ბატალიებს გვიხურებს სლემი ხოდა 5-6-7-8 PvP აერობიკა თქვენობა ძიმეწონა ხარ პროექტს ვერ გამოდგებით აქ გაფსავ თავზე ვაწვიმა სალამ შემღერი დანამას ბავტრევა კბილებს სიტყვებით თითქოს ვარ ძველი ტოფიტა ინგლისურ სიტყვას ვისიშა მიქსო მაგრამ მოტყან ყველა სიტყვა რაც ფიქართულად ბებოსთვის კი ხარ ვატუსა და რამე მაგრამ ჩედის ხარ შენ გამოტოვებული ხარ 21-ის თავს დაარქვი ვატუსა თავზე გაგჯურა გაბატასაკრული ამაზე მეტი ფანჩლაინი რა კიდე თა საკუთარ თავზე ვეზეთ გადაწყმული იმდენად ყლე ხარო ყლეევსკი შურთ დადექი მუხლებზე ჭამია გურთ
იმდენად ყლეხარო ყლებსაც შურს. ზედ გადაწყმული იმდენად ყლეხარო ყლებს კი შურთ დადექი მუხლებზე ჭამეა გურთ შეიძლება და ჩააცვი ბალაკავა პლასტმასის თოფი წამოვიხე ფლუს easy peasy lemon squeezy baby რაო ძმებო მარტო ეს ემოცია გვაქვს ამ ბეტლიდან ხამები ჩემი აზრით ვინ მოიგო, მაგრამ მე ოკეი, კაი, ვიტყვი. ჩემი აზრით ზოგადად შეფასებისას და ნებისმიერი ადამიანი, ვინც ეხა თქვათ მუსიკოსი არ არის, აი ვერ იქნება ვერანაირად რაღაცა თავისუფლად და ვერ იქნება ისე რომ თავისი კონკრეტულად აი ზუსტად ანუ ნახე რას ვამბობ ანუ ვისაც მუღამს დაუჭერს ყოველთვის ჟიურიც აი ვისი პანჩებიც ვისი რაუნდებიც ზოგადად უფრო მუღამიანი იქნება იმისთვის და უფრო იმის გემოვნებაში ჯდება ყოველთვის იმას მისცემს ხმას ჩემი აზრით და მეც ეგრე ვაფასებ რომ ცუდი არ არის ვენტუსა მაგრამ მაიკლს უფრო დაუჭირე მუღამი აი როგორც ბეთლემსის მიხვდი იმიტომ რომ ვენტუსაზე როგორც თქვი ანუ ცუდად არ გამოსულა არ იყო ის რომ რაღაცა დააფეილა და მით უმეტეს პირველად იყო რა ანუ სტანდარტულად კარგია უბრალოდ ძალიან სტანდარტულია რა ხმაც პანჩებიც ძალიან სტანდარტული ქონდა ფლოუც ძალიან სტანდარტული ქონდა რა არა იყო რაღაც მომენტებში რომ ცვლიდა თავის მაგრამ აი თითქოს რაღაცა თავისი სტილი არ იყო და აი მაიკლს რაღაც თავისი სტილი აქვს და ეგეთ MC-ს ყოველთვის ვამუღამებ მე რომ აი რაღაც თავისი სტილი აქვს განსხვავებულია რაღაცით რა და მე უფრო მომწონს ხოლმე შესაბამისად მე პირადად მაიკლს უფრო სიამოვნებით ვიხილავდი შემდეგ ტურში ვიდრე ვენტუსას მოკლედ არის ხოლმე დიდ ქართში მეინ ივენთები მაგრამ ეს არის დღე, როდესაც ძალიან რთულია თქვა მეინ ივენთი რომელი იყო. ჟიურის წევრებს არ ვიცი რა ძალა აქვს და რა ნერვები. ჩემს მას ვიცი რომ ნერვები აქვს და ძალაც. Nine Rhymes-თვის შევქმნათ ხმაური! კოასთვის შევქმნათ ხმაური! სელი მესამე რაუნდისმა მაჭერდნენ და არა ისეთი პანჩი გააზრო ერთი შენი ტრეკიდან ოკეი დავიწყებ ჯერ მარჯვნიდან ძალიან კარგი იყო მაგრამ რამდენიმე შენიშვნას არ არის რჩევას მოგცემ უფრო ტექნიკურად ძალიან გამართული იყო ყველა რაუნდი მაგრამ არის ერთი რაღაც ლირიულად რაღაც ერთი 7-8 პანჩი იყო ისეთი რომელზეც პანჩი არა უფრო ლაინი რომელზეც მივხვდი რა მოყვებოდა მაგას რა ხო და წერის დროს მაგას ჩემი აზრით უნდა დააკვირდე რომ ვერ უნდა მიხვდეს ტიპი რო გისმეს ეგ არის ძალიან საინტერესო რა ეგ ერთი მეორე ჩემი რჩევა იქნება რომ ტექნიკურად როდესაც წერ ისექნა რომ იმაზეც იფიქრო რომ ხალხთან მივიდეს ის ჭკვიანური პანჩები იმიტომ რომ მე დავიჭირე ძალიან კარგი რაღაცეები შენ ტრეკში რა რაუნდებში ოკეი რაც შეეხება მაიკლას მაიკლამ პირველ რაუნდში ცოტა დაძაბული იყავი და ძალიან გემჩნეოდა ეგ, მაგრამ მე ისე გაიხსენი, რომ მეორე რაუნდში ძალიან easy flow ქონდა, ნუ ვიღაცისთვის easy-ა, მაგრამ ჩემთვის საინტერესო იყო ეგ ძალიან და მარტივად იუმორით გადაწყვიტე ბევრი რაღაც და ეგ ძალიან კარგად მუშაობს. ისენი რაც მოიტანე რაღაც ლაინები, კოასკერო წავიდა, აქეთ-იქით ის როლე ზუსტი გათვლა იყო ეგ და ზუსტად ქენით ძალიან კარგად. და ჩემამდე მოვიდა ეგ. ნუ მესამე რაუნდში მგონია რომ შენ წაიღე, მაგაზე ორი აზრი არ არის ამ შემთხვევაში და ჩემი ხმა ჩემგან ხელმარცხნივ. გილოცავთ. მადლობა შენ. კიდევ ერთხელ ნაინასთვის შევქმნათ ხმაური. კიო. აი ხლა წადი შენი. კასისთვის შევქმნათ ხმაური.
მეგობრებო, მე ამ სცენაზე პირველად ხედავთ და ეს ყოველთვის რაღაცნაირია ხოლმე. ჩემ პირველი ეფექტი განსაკუთრებული უნდა იყოს ხოლმე რა, ჩემთვის, ჩემი თვალთახედვით. ამიტომ დავიწყებ ესეთ შეფასებით რა, ანუ მე თავისუფლად შემიძლია რომ ესე რაუნდ არ მივყვე და საბოლოო ჯამში ვთქვა ესეთი რამე. ვინტუს, ნახე, ანუ ჩემი აზრით ძალიან ტექნიკურად, ძალიან დალაგებულად, ანუ არა მომხდარ ხარ ბითიდან, ძალიან თესლას შვებოდი ამ ყველაფერს ასაჩვებოდი, მაგრამ აქეთ ხრიზანი დაგხვდა ისეთი რამე, რაც დღეს მოკლედ დღევანდელი დღე არის, რაღაც უცნაურობებით ახსავსე, იმიტომ რომ მეორეჯერ ვხედავ ისეთ რაღაცას, რაც არასდროს არ მინახავს. ანუ ძმამ აქედან, რავი, აღარც ფლოუზე მაფიქრა, აღარც რაღაც სხვა ტექნიკურ დეტალებზე, ეგრევე მოვიდა და 3 რაუნდის შოუ დადო და ნუ ჯერ არ წასულა, მაგრამ წავა რა, როსაც. ანუ ჩემი ხმა მაიკლას. ეიო! ჩვენი გია რუსიას შეგვნათ ხმაური. ძმა ძალიან ბედნიერია დღეს არაფერი არ უწევს რთული. ეიო! ოუ რა კარგია. ბეთლიც ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ნუ ხო სამწუხაროდ საბედნიეროდ ჩემი ხმა აღარ წყვეტს არაფერს, მაგრამ მაინც რაღაცებს გეტყვით. შენ ნაინამ ძალიან სწორი რაღაცები გითხრა, დალაგებულად კაი ფლოუები ყველაფერი. უბრალოდ ეს მომენტი იყო, ამათ ვეთანხმები რომ შენ ტრეკები ხო ვიცი, ამის ტრეკებიც ვიცი. და იდეაში, ანუ შენ დემოებსაც მიგზავნიდი რაღაცა, ზრდა არის, ბაზარი არა, მაგრამ იდეაში ის იყო, რასაც შენგან ველოდი, რომ აი ამას უეჭველი შეძლებს. თუ არ შეძლებს, ნუ მით უმეტეს მეთქი ხმას არ მივცემდი, მაგრამ შეძელი და ყოველ შენ მაგარ რაუნდზე ეს რაღაცებს გიჩითავ და ანუ აი ხო რა ჯერ რაუნდები აი ეს დაბიჯება და ამანაც იგივე მე ნუ რუსულზე რომ თქვა რომ ხო ვიცი რომ ამას დამახვედრებო და ეგ ოკეი იყო აი სუფთა ტექსტში იუმორსაც ვეთანხმები სიგიჟე იყო და აი რაღაც ჩემი ხმა მაიკლას მე მინდა რომ მე ძმაო ზუსტად იცოდე რომ სიმართლე უნდა გითხრა და არ დაგიმალავ არაფერს რა წინა სეზონებში შენო გამოაგზავნე ვიდეო რომელთაც გინდოდა რომ მოხვედრილიყავი სეზონში მე ამჯეროდა რომ შენ შეძლებდი ისეთი კონკურენციის გაწევას ძლიერი არტისტების წინააღმდეგ და ამიტომ ყოველთვის ძალიან ბევრი კონფლიქტი მქონდა პირველ რიგში ნიკის ლოუსთან, იმიტომ რომ სულ მეუნებოდა რომ უნიჭიერესი ბიჭი ხარ და მაგრა აკეთებს საქმეს. დღეს მე მრცხვენია ძმაო, რომ ეს ყველაფერი შენში ვერ ვნახე და მადლობას გეუნები რომ ესეთი მაგარი ბიჭი ხარ რა. ნუ ეგ არის, კაროჩე რა, რაღაც უნდა გავაგრძელოთ. მადლობა ყველას, ვინც ამ წამამდე უყურებდით და ლაიქეთ აუცილებლად ვიდეო და მომავალ შეხვედრამდე საინტერესო ბეთლები გველოდება წინ. პაკა.